საძეჭრის მთავარ სიახლეებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთა სანიკიძე წარმოგიდგენთ. ბაჩუ ახალაია, გიორგი კალანდაძე, ზურა შამათავა, ყოფილი და ჯერ ისევ მოქმედი სამხედრო მაღალჩინოსნები პირველები არიან, რომელთა წინააღმდეგ ახალმა ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სამივე დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი და ბრალის წაყენებას ველოდება. მანამდე კი უკვე ქვეყნდება იმ სამხედრო მოსამსახურეების ჩვენებები, რომელთა საფუძველზე თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სასჯელ აღსრულების ყოფილი მინისტრი, გაერთიანებული შტაბის უფროსი და მეოთხე ბრიგადის მეთაური აიყვანეს. ჩვენებებში აღწერილია, როგორ სცემდნენ ჩამოთვლილი პირები ხელქვეითებს, როგორ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და რა მეთოდებით სჯიდნენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. გიორგი მანჯავიძე საღამოს 9 საათზე დეტალურად მოგიყვებად რა წერია სამხედრო მოსამსახურეების ჩვენებებში და როგორ დააკავეს ახალაია, კალანდაძე, შამათავა. მანამდე კი ის პირდაპირ ეთერში ჩაგვართვება. გიორგი, ეთერში ხარ. მე მუდმივად უნდა მეყვირა გავამარჯოს მეოთხე ბრიგადას. ჩემი ასეთი წამება გაგრძელდა ერთ დღეღამეზე მეტი. ბაჩუ ახალაია მივიდა ბუსთან, მასთან დადგა და მის მიმართ იქ შეკრებილ ოფიცერს მიმართა გახედეთ რას გავს მიამისიო და შეაგინა დედის მისამართით. შემდგომ ყველას დასანახად სახეში ჩაარტყა რაღაც წვრილი საგანი, რომელიც ხელში ეჭირა. თამთა სწორედ ასეთი ფაქტებით არის სავსე იმ 5 მოწმის ჩვენება, რომელიც საფუძველი გახდა ბაჩუ ახალაიას, კალანდაძესა და შამათავას დაკავებისა. ჩვენ შეგვიძლია ხა ეთერში ვნახოთ წინა ამონარიდი ამ ჩვენებების. მინიშნება იმაზე, რომ მართლაც ასეთი რამ მოხდა და უკაცრავად ვინმე მონაწილეობდა ესეთ რამეში, რასაც აბრალებენ, არ არის. ასე რომ არავის ჩვენებებს საფუძველზე ეს თავიდან ქონდა ბრალდების მხარეს გადაწყვეტილი, რომ სამივე დაეკავებიან. მე ვახორციელებ ბაჩანა ახალაიას ინტერესების დასვას. ბრალდება არის სამოხელეო დანაშაული, სისხლის სამართლის კოდექსის 333 მოხდა დათვალისწინებული და შესაბამისად მოხდა მისი დაკავება ბრალდებულის სახით. მე მოგეხსენებათ ამის შესახებ. რაც შეეხება სხვა დეტალებს, ჯერ მოგახსენებთ, მე ახლა მოვედი, შევხვდები ჯერ დაკავებულს, გავერკვევით საქმეში და დანარჩენი შეიძლება შემდეგ. თამთა მოწმეების ჩვენებებზე დეტალურად უკვე 9 საათზე ვისაუბრეთ. თქვენ როგორც მოისმინეთ, ბაჩუ ახალაიას ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს ჩვენებები არაფრით არ უნდა გამხდარიყო მისი დაკავების საბაბი და როგორც ადვოკატები აცხადებენ, ბაჩუ ახალაია უბრალოდ იმიტომ დააკავეს, რომ პროკურატურას მისი დაკავება აქამდეც გადაწყვეტილი ჰქონდა. მეტი სხვა ინფორმაციას ჯერჯერობით არ ვფლობთ. ერთადერთი ის არის ცნობილი, რომ ახალაიას და დანარჩენი ორი ადამიანის მიმართ ჯერჯერობით ბრალი არ წაუყენებიათ. ნახოთ თუ უახლოეს საათების განმავლობაში მათ ეს ბრალი წაუყენეს. ჩვენ 9 საათისთვის ამ ინფორმაციასაც მოგესწრებით. გმადლობთ. ახალაია, შამათავა, კალანდაძის დაკავება რას ყვებიან ადვოკატები და რა წერია სამხედრო მოსამსახურეების ჩვენებებში, რომელთა საფუძველზე ყოფილი მაღალჩინოსნები აიყვანეს. ნახეთ გიორგი მანჯავიძის ვრცელი რეპორტაჟი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. ვინ არის ბაჩუ ახალაია და რა ბრალდებები დაგროვდა ბოლო 7 წელში მის მიმართ? ექს-მინისტრი რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული 2006 წლის ციხის ბუნტია, რომლის ორგანიზებაში სწორედ სასჯელ აღსრულების მაშინდელ მინისტრს ახალაიას ადანაშაულებენ. არსებობს კონკრეტულ პატიმართა ჩვენებები, სადაც ყოფილ მაღალჩინოსანს არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში ადანაშაულებენ. ექს-მინისტრის სისასტიკეზე ხვებიან თავდაცვის სამინისტროშიც, რომელსაც ახალაია 2009 წლიდან 2012 წლამდე ჯერ მოადგილის, შემდეგ კი მინისტრის რანგში ხელმძღვანელობდა. შეკითხვები არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეთაურობის პერიოდზეც, რა დროსაც ლაფალყური სპეცოპერაცია ჩატარდა. ბაჩუ ახალაია სავარაუდოდ ფინანსურ დარღვევებზეც მოუწევს პასუხების გაცემა. თავდაცვის ახალი მინისტრის წინამორბედს 113 მილიონი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს. ლანა ბერიძემ გადახედა დღეს არქივს და იმ საქმეებს, რომლებშიც ბაჩუ ახალაიას პირდაპირ ადებენ ხელს. ახლა ის პირდაპირ ეთერში ჩაგვართვება და საკუთარი რეპორტაჟის ანონს გაგვაცნობს. ლანა, რას ვნახავთ დღეს საღამოს შენ სიუჟეტში? საღამშვიდობის თამთა, გუში ღამით დაკავებული ექს-მინისტრი ბაჩუ ახალაია და ვინ არის ის? ბაჩუ ახალაიამ კარიერა 2004 წელს თავისუფლების ინსტიტუტში დაიწყო. 2004-2005 წლებში ახალაია სახალხო დამცველის მოადგილე იყო. 2005-2008 წლებში იგი სასჯელ აღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2009-2012 წლებში ბაჩუ ახალაია თავდაცვის მინისტრი გახდა, ხოლო მან მინისტრთა კაბინეტში მუშაობა 2012 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაასრულა, საიდანაც ის მასობრივი
პროტესტისა და საზოგადოების მოთხოვნის შედეგად გადადგა. საჯარო ცვლილების დაწესებულებაში ხელმძღვანელობის პერიოდში ბაჩუ ახალაიას არაერთ ბრალდებას უყენებენ. 2006 წლის ციხით ბუნტთან დაკავშირებით რამდენიმე პატიმარი მას პირდაპირ ადებს ხელს. ერთ-ერთი პატიმრის ძმა, ოთარ ბიბლიანის ძმა ზურაბ ბიბლიანი მეცხრეებთან საუბრისას ამბობს, რომ მისი ძმა სწორედ ექს-მინისტრის ცემის შედეგად დაინვალიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ამ საქმის გამოძიებას სამართალდამცავებს თხოვს. ასევე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები ბაჩუ ახალაიას არადამიანურ მოპყრობაში და დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ისინი მეცხრეებთან საუბრისას ამბობენ, რომ ბაჩუ ახალაიას მისვლის შედეგად სამინისტროში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ისინი სამართალდამცავებს ამ საქმის გამოძიებას თხოვენ. ასევე ახალაიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდით უკავშირდება თადარიგის ოფიცრის სერგო თეთრაძის გარდაცვალების საკითხის, რომელიც მეუღლეს დათა ახალაიას სერგო თეთრაძის გარდაცვალების დაკვეთაში ადანაშაულებს და მეგის ქარდავას, ხოლო მუხაძეს ახალაიას დაკვეთის შესრულებაში და ნანა თეთრაძე დღეს მეცხრეებთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს საქმე სამართალდამცავებმა უნდა გამოიძიონ. გათიშრომდით ცემეს, გაატიტულეს, მერე ამოიყვანეს სავანტყოფოს ეზოში, ეკლესიის წინ დააგდეს, შეასეს წყალი და მოასულიერეს და პატიმრების სანახავად კიდევ გააგრძელეს ცემა. ყველაფერი ეს გაკეთა იმიტომ, რომ დაეშინებინათ იყოფი პატიმრები. ბაჩუ ახალაია აუცილებლად უნდა გასამართლდეს. აუცილებლად უნდა გასამართლდეს თავიანთი მიღებული შეკრებითობის კანონით და მე გარანტიას გაძლევ, მას მუდმივი პატიმრობა ელოდება. ბაჩუ ახალაია დამკვეთი, მეგის ქარდავა დამკვეთი, შემსრულებლები ალექსანდრე მუხაძე და ოლეგ ფაცაცია უნდა იყონ და კიდე თუ ვინმე ყველას ვინც ხელიურევია ასეთი უმანკო ადამიანის სიკვდილში ცილის წამებაში აბსოლუტურად ყველას სისხლის სამართლივ დასჯას მოვითხოვ. თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფები მინისტრის მხრიდან შეიძლება ვიღაცის ჩაცმულობა არ მოსწონებოდა შეხედულება ან ნათქვამი ძალიან უხეშად შეურაცხყოფას გვაყენებდა, ვაგინებდა, როგორ მოგვექცეოდა ხო ხვდებით არა? ძალიან ცუდად. უკვე ახალი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მის წინამორბედ 13 მილიონი ლარის გაფლამ გაშუა დანაშაულებს და ამ საქმის გამოძიებასაც ითხოვენ. ასევე ბაჩუ ახალაიასთან მიმართებაში ითხოვენ, რომ გამოძიებული იქნას ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალები, რომლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ასევე ბაჩუ ახალაიასი გარდა მისი 7-წლიანი თანამდებობის მაღალი თანამდებობაზე მუშაობის გარდა ცნობილია ის, რომ ბაჩუ ახალაიას ოჯახში მის გარდა კიდევ 2 მაღალი თანამდებობის პირი მოღვაწეობდა. ეს არის მისი ძმა დათა ახალაია, რომელიც იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი წლების განმავლობაში, ხოლო მას შემდეგ რაც ბაჩუ ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანა მიხეილ სააკაშვილმა, დათა ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. მათი მამა როლანდ ახალაია კი წლების განმავლობაში სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარი პროკურორი, ამჟამად კი ის გახლავთ საპარლამენტო უმცირესობის წევრი. დათა ახალაიამ გუშინ აემჩვენს მიერ ჩამოთვლილ ბრალდებებს, რომელსაც სხვადასხვა ადამიანები უყენებენ მას, უპასუხა მეცხრე შეკითხვებს და ყველა ბრალდებას აბსურდული უწოდა. ეს ყველაფერი კი დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. ეხლა სამიახსენე და არის 19 ასეთი პრეტენზია სრულიად სხვადასხვა კატეგორიის, სხვადასხვა სპეციფიკის და სხვადასხვა მიმართულების. პრეტენზიები, რომლებიც ეხება რა თქმა უნდა ასეთ დანაშაულებს, პრეტენზიები, რომლებიც ეხება კორუფციულ დანაშაულებს, პრეტენზიები არ ვიცი კიდე რასახის დანაშაულებს, ნებისმიერთან დაკავშირებით მზათავარ კომპეტენტურ ადამიანებს, კომპეტენტურ ორგანოებს გავსი ამ უმწურავი პასუხები. იმიტომ რომ ვთვლი, რომ ეს ყველაფერი, რასაც ეხლა არის ლაპარაკი და ეს კონკრეტული რაღაცები არ არის რეალურ საფუძველთან რაიმე სახით დაკავშირებული და თუ ამას არ ექნება რა თქმა უნდა პოლიტიკური დატვირთვა და ეს იქნება რეალურად კონკრეტულად რეალობის გარკვევის თვალსაჩინო ვინმეს მიერ მოკითხული ძალიან მარტივად გაირკვევა. ვინ არის ბაჩუ ახალაია, რა ბრალდებებს უყენებენ მათ 7-წლიანი მმართველობის გამო. ასევე ვინ არიან ახალაიას ოჯახის წევრები, რომლებიც ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით ყველა იმ სიმბოლოს და ცვლილებების სიმბოლოა საქართველოში, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში განხორციელდა. ნახეთ 9 საათზე დეტალები ბაჩუ ახალაიას შესახებ, დაგველოდეთ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში.
ვინ არის ბაჩუ ახალაია და რა ბრალდებები არსებობდა მის მიმართ ბოლო 7 წლის განმავლობაში ლანა ბერიძის რეპორტაჟი საღამოს 9 საათზე. დამწუთებში ცნობილი ხდება, რომ ბაჩუ ახალაიას გამო ნაციონალური მოძრაობა პარლამენტს დროებით ბოიკოტს უცხადებს. დეპუტატები ქუთაისს ტოვებენ და თბილისში მოდიან. ყოფილი მინისტრის დაკავების გარდა სხვა ორი მიზეზით სახელდება. ესენია სამხედრო მაღალჩინოსნების კალანდაძისა და შამათავას დაპატიმრება და საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის სამსახურის შესვლა, რასაც ოპოზიციაში გადასული გუნდი თავისუფალი სიტყვის შეზღუდვად აფასებს. ჩვენ რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ პირდაპირ ჩართვას ქუთაისიდან თამთა ჯანაძე უფრო კონკრეტულად გაგვაცნობს თუ რა გახდა უმცირესობის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი. მანამდე კი კიდევ ერთი მთავარი თემა სახალხო დამცველი სავარაუდოდ ნინა ხატისკაცი გახდება. უმრავლესობას ომბუდსმენის პოსტზე უალტერნატივო კანდიდატი ჰყავს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც თავის დროზე კანდიდატურა თამარ გურჩიანის სასარგებლოდ მოხსნა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კოალიციაში ყველა ფრაქციას საკუთარი კანდიდატურა ეყოლებოდა. დღეს კი ირკვევა, რომ სამივე ფრაქცია ხატისკაცს დაუჭერს მხარს. ომბუდსმენობის დანარჩენი 4 კანდიდატი მმართველ გუნდს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ამ შეთანხმებით უმრავლესობის წევრებით დაკომპლექტებულ ფრაქციებს 4-ვე კანდიდატურა უნდა წარედგინათ. როდის შეხვდება ნინა ხატისკაცი უმრავლესობას და რას ამბობს თავად ხატისკაცი, რომლის მეუღლე ქართული ოცნების აქტივისტია, მალხაზ ჭკადუა მუშაობს თემაზე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. მალხაზ, გისმენთ. თამთა რაც შეეხება შეხვედრას ნინა ხატისკაცსა და უმრავლესობას შორის ეს ხვალ გაიმართება პარლამენტში, სწორედ ხვალ მოусმენენ ხატისკაცს და დაუსვამენ კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სავარაუდო კანდიდატს ომბუდსმენობაზე. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, როგორც გახსოვთ 2 კვირის წინ ნინა ხატისკაცმა უარი თქვა ომბუდსმენობის კანდიდატურაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ის რაღაცნაირად ხელს შეუშლიდა კიდევ ერთ კანდიდატს, რომელიც სახელდებოდა ფავორიტად სამოქალაქო საზოგადოებას შორის, ეს გახდათ თამარ გურჩიანი. თუმცა მაშინ ნინა ხატისკაცმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობა ვერ მოყალიბდება თამარ გურჩიანთან დაკავშირებით, ის აუცილებლად დათანხმდებოდა შეთავაზებას. ასეც მოხდა, როგორც დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით საგანელიძემ განაცხადა, უმრავლესობა არ აპირებს დააყენოს კანდიდატად, ომბუდსმენობის კანდიდატად თამარ გურჩიანი. სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო მორიგი გადაწყვეტილება ნინა ხატისკაცმა და ის დათანხმდა საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებას. ჩვენ შეგვიძლია მისი რამდენიმე წუთის წინ გაკეთებული კომენტარის მოკლე მონაკვეთი შემოგთავაზოთ. გუშინ მე უკვე მივიღე საბოლოო პასუხი, რომ ჩემი კანდიდატურის განხილვით და დაყენებით მე თამარ გურჩიანის კონკურენციას არ ვუწევდი, იმიტომ რომ მისი კანდიდატურა არ წარმოადგენდა პოლიტიკური თანხმობის საგანს უმრავლესობაში. ჩემი უარით თამარ გურჩიანი მაინც არ იქნებოდა ის კანდიდატი, რომელიც გახდებოდა სახალხო დამცველი. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დგას ნინა ხატისკაცთან დაკავშირებით, უკავშირდება მის მეუღლეს კახა ჟორჟოლიანს, რომელიც გახდათ საპარლამენტო არჩევნების დროს მესტიაში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატის ერთ-ერთი მხარდამჭერი. ის დღემდე რჩება ქართული ოცნების აქტივისტად, თუმცა როგორც ნინა ხატისკაცმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მისი მეუღლე არ გახლავთ ქართული ოცნების წევრი და ის არც ყოფილა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, რაც მას ათავისუფლებს, ასე ვთქვათ, მთელი რიგი ვალდებულებებისაგან და არც ინტერესთა კონფლიქტი კვეთება. ეს საკითხი სწორედ იმ სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა წამოჭრეს, რომლებმაც ერთნაირი მხარდაჭერა აღუთქვეს და გამოუცხადეს როგორც ნინა ხატისკაც, ასევე თამარ გურჩიანი. ჩვენ შეგვიძლია როგორც სამოქალაქო საზოგადოების ამ წევრების კომენტარების მოვისმინოთ. ძალიან სამწუხარო არის, რომ ნინას მეუღლეც, მის მეუღლის ძმაც იყვნენ პოლიტიკურ და ნამდვილად იყვნენ ისინი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები, მაგრამ არის საფრთხე, რომ ამ ყველაფერმა მის მიუკერძოებლობაზე მოახდინოს გავლენა და ეს იქნებოდა ძალიან ცუდი. ჩემი მეუღლე არ არის ქართული ოცნების წევრი, ჩემი მეუღლე არ იყო ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი, ის იყო
ოცნების აქტივისტი, მისი მეგობარი მონაწილეობდა არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატად. ის არ არის გადაწყვეტილების მიმღები, ის გადაწყვეტილების მიღებაში ზოგადად ქართული ოცნების და პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობას არ იღებს. ის არ არის ფიგურა, რომელმაც შეიძლება ვთქვათ ჩემს საქმიანობაზე მოახდინოს გავლენა. რატომ შეარჩია ნინა ხატისკაცის საპარლამენტო უმრავლესობამ და რას ფიქრობს უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე უმცირესობა? ამას 9 საათიან გამოშვებაში ნახავთ. ასევე მოისმენთ თუ რას ფიქრობენ უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებაზე ის 4 კანდიდატი, რომლებიც სხვადასხვა სამოქალაქო სექტორის ჯგუფმა დაასახელა კანდიდატურაზე. მე შეგახსენებთ, რომ ამ 4 კანდიდატ შორის, რომლებიც გახავთ თამარ გურჩიანი, ლია მუხაშაურია, გელა ნიკოლაიშვილი და დიმიტრი ლორთქმანიძე, სხვადასხვა დისკუსია გაიმართა მათი მონაწილეობით. ასევე სახელდებოდა კიდევ 2 კანდიდატურა, ეს გახდათ უჩან ანოვაშვილი, რომელიც გახავთ ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი და ასევე სახალხო დამცველის აპარატში ამჟამადაც მომუშავე ნათია იმნაძე. როგორც უჩან ანოვაშვილი აცხადებს, ის მიესალმება ხატისკაცის კანდიდატურას, რაც შეეხება ნათია იმნაძეს, ის გახავთ ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში, როგორც გითხარით, ის ამჟამადაც მუშაობს სახალხო დამცველის აპარატში. მადლობთ მახაზველდებით ჩვენს რეპორტაჟს ნინა ხატისკაცთან და ომბუდსმენობის სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. ტელეკომპანია იმედი გზა 2007 წლის 7 ნოემბრიდან 2012 წლის 7 ნოემბრამდე. კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნებული ტელევიზიის ძველი თანამშრომლები, მედია ექსპერტები და პოლიტიკოსები დღეს საღამოს ერთად გაიხსენებენ. რა მოხდა 5 წლის წინ ამ დღეს? როგორ დაარბიეს იმედი და რა გავლენა მოახდინა ამ ფაქტმა მომდევნო წლებზე? საღამოს 10-ზე არხზე პოლიტიკური თოქ-შოუ გავაღია ეთერს, რომელსაც ეკახოფ დიანა ტრაპაიძე და თია სიჭინავა წაიყვანენ. მეცხრე არხისა და მაესტროს ეთერითაც იხილავთ. მთელი დღის განმავლობაში ტელეკომპანია იმედში ჩვენი კორესპონდენტი გურამ როგავა მუშაობს და გადაცემისთვის მზადების პროცესს ადევნებს თვალს. მან უკვე მოახერხა თოქ-შოუს წამყვანების ჩაწერაც. გურამ, რა შეკითხვები ექნებათ წამყვანებს დღევანდელ სტუმრებთან? ჩვენ გადაცემის დაწყებამდე ვესაუბრეთ თოქ-შოუს წამყვანებს ეკახოფერიას, დიანა ტრაპაიძეს და თეა სიჭინავას. მათთვის, რა თქმა უნდა, ეს დღე განსაკუთრებით ემოციურია, ისევე როგორც ყველა ჟურნალისტისთვის, როგორც ჩვენთან საუბრისას თეა სიჭინავამ აღნიშნა, 5 წლის წინ ხელისუფლებამ დაიწყო ზეწოლა და ტერორი მედიაზე, კონკრეტულად იმედიდან დაიწყო ეს ყოველივე სადამსჯელო ოპერაციას უწოდებს ამ მოვლენებს თეა სიჭინავა და ეს პროცესები მისი თქმით დღემდე გრძელდებოდა. რატომ დაისაჯა მხოლოდ იმედი, რატომ დაიწყო სადამსჯელო ოპერაცია იმედით? ამ შეკითხვაზე სამართლებრივ პასუხს ელოდება კიდევ ერთი თანამშრომელი იმედისა, ყოფილი თანამშრომელი დიანა ტრაპაიძე, რომელსაც ასევე აქვს სარჩელი შეტანილი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ის საქართველოს ხელისუფლებას უჩივის. ის რომ იმედი იქნება მომავალში ობიექტური და ასევე რეიტინგული ეჭვი-არეპარება, ამაში ეკახოფერიას იმედის კიდევ ერთ ყოფილ თანამშრომელს. ჩვენ შეგვიძლია ახლა მათი კომენტარები მოვისმინოთ. ეს 5 წელი სადამსჯელო ღონისძიება ტარდებოდა. მე ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ, რომ ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებით მომხდარი ბოლო მოვლენები, ის რომ სამართლიანობა აღდგა მფლობელთან დაკავშირებით ამ ტელევიზიაში იმედის მომცემია იმისა, რომ მედიასთან დაკავშირებით მდგომარეობა გამოსწორდება და უბრალოდ ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს უკვე ჟურნალისტებს იმისა, რომ ხელისუფლებას აღარ მივცეთ იმის საშუალება და უფლება, რომ ისე მოგვექცნენ ჩვენ ჟურნალისტებს, როგორც ეს გააკეთეს 2007 წლის 7 ნოემბერს. მე ვარ ერთ-ერთი ავტორი საქმისა, რომელსაც ქვია დიანა ტრაპაიძე საქართველოს წინააღმდეგ და მე ვეცდები ყველანაირად, როგორც ამ პროცესების ერთ-ერთმა მონაწილემ, სამართლებრივი პასუხი მივიღო კითხვაზე, რატომ დავისაჯეთ ჩვენ 7 ნოემბერს. შესაძლოა მე მაქვს პასუხი ამ კითხვაზე, მაგრამ არა სამართლებრივი. ეს ტელევიზია იქნება ისეთი, როგორც იყო ჩაფიქრებული, ობიექტური, ძლიერი, ასე ვთქვათ, სამართლიანი, რეიტინგული. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი კარგი ჟურნალისტი აქ იმუშავებს, დაბრუნდებათ, როგორც მე ვთქვათ, ჩემი საქმე არის. ეს არის ტელევიზია, საჩება მე ძალიან ბევრი არ მიმუშავია, მაგრამ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო და დამთავრდა აქ.
რა გზებით შეიძლებოდა უარყოფითი მოვლენების თავიდან აცილება და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალში აღარ მოხდეს 7 ნოემბერი. 7 ნოემბრის შედეგებზე სწორედ დღეს აქ ამ სტუდიაში იმსჯელებენ და ახლობით 4 საათში მოწვეული სტუმრები იქნებიან ჟურნალისტები, მედია ექსპერტები, პოლიტიკოსები, ასევე პოლიტიკური მიმომხილველები. ისინი განიხილავენ ზოგადად 5 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს, როცა აქ სწორედ ამ სტუდიაში, ისევე როგორც დანარჩენ შენობაში შემოიჭრა სპეცრაზმი, შემდეგ მოგვიანებით ტელეკომპანია იმედი ჩამოერთვა მფლობელს და ამის შემდეგ უკვე ტელეკომპანია იცვლის პოლიტიკას, სარედაქციო პოლიტიკას, თუმცა როგორც ახალი გუნდი ტელეკომპანიის აქ გვპირდება, დაახლოებით 1 თვეში დაკომპლექტდება ჟურნალისტებით და ახალი თანამშრომლებით შემადგენლობა ტელევიზიისა და დაიწყება ახალი ერა ტელეკომპანია იმედის მომავალში და რა თქმა უნდა დაიწყება ეს ყოველივე ახალი განახლებული ძალებით. ტელეკომპანია იმედი დაიბრუნებს ძველ ლოგოს და ასევე ფერებს. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და შემოგთავაზებთ დაპირებულ პირდაპირ ჩართვას ქუთაისიდან. მანამდე კი გეტყვით, რომ ბაჩუ ახალაიას გამო ნაციონალური მოძრაობა პარლამენტს დროებით ბოიკოტს უცხადებს. დეპუტატები ქუთაისს ტოვებენ და თბილისში მოდიან. ყოფილი მინისტრის დაკავების გარდა სახელდება კიდევ 2 მიზეზი: სამხედრო მაღალჩინოსნების დაპატიმრება და საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის სამსახურის შესვლა, რასაც ოპოზიციაში გადასული გუნდი თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა დაფასებს. ნაციონალების საკანონმდებლო ორგანოში ყოფნის აზრს დროებით ვეღარ ხედავენ. რა ხდება ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში? თამთა ჯანაძე მოგაზრდის ბოლო ინფორმაციას. თამთა უფრო კონკრეტულად, რატომ მიიღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ბოიკოტის გადაწყვეტილება, რა პრეტენზიები აქვთ მათ? თამთა მცირეხნიანი ბოიკოტი, ასე უწოდებს საპარლამენტო უმცირესობა საპარლამენტო პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმას. ბოიკოტის 2 ძირითად მიზეზზე საუბრობენ. პირველი ეს არის ცნობილი დაპატიმრებები, მეორე კი ეს არის საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის სამსახურის შესვლა, რაც თავისუფალ მედიაზე ზეწოლად აღიქმება. გარდა ამისა, უმცირესობის წარმომადგენლის გოკა გაბაშვილის ინფორმაციით იგეგმება საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მეცხრე არხის გაერთიანება, რაც მისი თქმით ობიექტურ საზოგადოებრივ მაუწყებელს პოლიტიკურად ანგაჟირებულს გახდის. შესაბამისად, აქედან გამომდინარე უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ფონზე მათ არ შეუძლიათ ისხდნენ საქართველოს პარლამენტში და იმუშაონ ბიუჯეტზე. სწორედ ამიტომ საპარლამენტო უმცირესობის ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩვენ უახლოესი დღეების განმავლობაში ვერ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში, ვერ ვიქნებით ისე თითქოს ქვეყანაში ყველაფერი მიდის ნორმალურად და დემოკრატიულად და მთელი ჩვენი ინტერესის მიუხედავად მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ხვალ რუტინულ რეჟიმში ვერ ვესაუბრებით ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ბიუჯეტში განსახორციელებელი პროგრამების შესახებ, მაშინ, როდესაც ბევრად მეტი რამ არის დაყენებული რისკის ქვეშ და ის, რაც დღევანდელი მოქმედებებით დგას რისკის ქვეშ, არის ამ ქვეყანაში დემოკრატიის და მათ შორის ოპოზიციის მომავალი. იყო შემოთვლა საზოგადოებრივი აზრის არხის საბჭოსთან, რომ ახალი ხელისუფლება ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია გააუქმოს ან მიუერთოს მეცხრე არხს, პრემიერ-მინისტრის მეუღლის ტელევიზიას. მას შემდეგ, რაც მათ მიიღეს ამაზე უარი, მათ გადაწყვიტეს ელემენტარულად შევიდნენ ფინანსური პოლიციით საზოგადოებრივ ტელევიზიაში და გააუქმონ საზოგადოებრივი ტელევიზია ამ ფორმით ფინანსური შემოწმების საბაბით. ხდება ყველა ინსტრუმენტის გამოყენება, რომელიც არის მთავრობის ხელში, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, მათ შორის პროკურატურის დაპატიმრებების გამოყენება იმისათვის, რომ სრულად ფლობდნენ ყველა ბერკეტს, რომელიც მათ მოესურვებათ. უმცირესობის ბოიკოტს საპარლამენტო უმრავლესობაში პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ პროცესი ხელოვნურად ფერხდება. ჯობია სოლიდარობა გამოუცხადონ იმ ადამიანებს, ვინც 7 ნოემბერს 5 წლის წინ იყო დარბეული, ნაცემი, შეურაცხყოფილი. სოლიდარობა გამოუცხადონ ტელეკომპანია იმედს, როდესაც იქ მოხდა შეჭრა. ეთყობა ძალიან წირი მახსოვრობა აქვს უმცირესობის წარმომადგენლებს, მაგრამ საზოგადოება მიცის ყველაფერი ძალიან კარგად. ეს ბოიკოტი არის, ასე ვთქვათ, გამოწვეული ალბათ იმით, რომ ჩვენ დღეს არ დაუჭირეთ მხარი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურას, იმ ოდიოზური ფიგურის პირდაპირ გეტყვით, რომელიც პირდაპირ დირექტივებს აძლევდა, ვიტყვი ალბათ სასამართლოს. საპარლამენტო უმცირესობაში ამ დრომდე არ აცხადებენ თუ როდის დაუბრუნდებიან ისინი ჩვეულ საპარლამენტო ცხოვრებას, ანუ არავინ არ იცის ჯერჯერობით კონკრეტული თარიღი.
ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტი და უმრავლესობის პასუხი თამთაჯანაძე საუბრობდა პარლამენტიდან. მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები ქუჩაში გამოვიდნენ, გაიზარდოს ხელფასები და გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები. ასეთია მოთხოვნები, რომლებსაც აქციის 100-ზე მეტი მონაწილე მერიას უყენებს. საპროტესტო აქცია გამაფრთხილებელია და ის ქალაქის მთავრობის წინ მიმდინარეობს. გიორგი ფუტკარაძე გაესაუბრა უკვე აქციის მონაწილეებს და ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვართვება. გიორგი, კონკრეტულად რა პრეტენზიები აქვთ მძღოლებს და მოხდა თუ არა მათ პროტესტს რაიმე გამოხმაურება მერიიდან? დიახტავთა დაახლოებით საათ ნახევარია თბილისის მერიის წინ მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები მართავენ აქციას. ისინი ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გეგმავენ გაფიცვას. როგორც ცნობილია, თბილისის მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანია არის თბილისის მერიის საკუთრებაში და სწორედ ამიტომ მძღოლებმა გადაწყვიტეს, რომ თბილისის მერიის წინ გაემართათ აქცია და რათა დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნები. შვიდ რიცხვამდე დღეს ამოვიწურა ველოდებით პასუხს. ალბათ იმედი გვაქვს გამობრძანებიან და გვეტყვიან რას ფიქრობენ, რას აკეთებენ თუ არა და წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ როგორც მივეცით პირობა, ისე გავიფიცებით სამივე ავტოპარკში. ყველანაირად მიდიან უარზე. არაფერზე არ გვეთანხმებიან და ყველაფერს გონება არა გვაქვს ბიუჯეტი და ამ ეტაპზე არ არის ბიუჯეტი. დაახლოებით ნახევარი საათის წინ აქციის მონაწილეებთან ჩამოვიდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ლევან კოპლატაძე, რომელმაც შესთავაზა აქციის მონაწილეებს, რომ ასულიყვნენ მერიაში და გაემართათ ამ საკითხზე მოლაპარაკებები, თუმცა მის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. ყველა თვეში მე ჩამოვალ, მე პირადად. მე მოვითხო. ყველა თვეში. მე მოვითხო, შემოვიდეს საფინანსო. დაგენანა ჩვენ. აპლოდიზოთ, მე სადაც დაგენანა. ტრანსპორტში შემოვიდეს საფინანსო ყველა თვეში. ჩვენ თვითონ თქვენგანს, ესაა თქვენი პრობლემა. ჩვენ იცით რომ გუშინ გავაკეთეთ განცხადება იმ ადამიანებმა, ვინც არის თბილისის საკრებულოში, ოპოზიციიდან, ჯეჯერობით უმრავლესობა მაინც ნაციონალები არიან და ამკიდან გამომდინარე ვამბობ ამას. ჩვენ ამ შემთხვევაში გვინდა რომ თქვენს გვერდით ვიდგეთ, ყველა იმ მოთხოვნაზე რაც არის და რაც ჩვენ გაგვაცნეს, თქვენი სურვილი თუ იქნება, ისევ და ისევ, რომ ჩვენ დარბაზში შევხვდეთ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ლევან კოპლატაძე აცხადებს, რომ შეუძლებელია გაიზარდოს სახელმწიფო პირობები და ამ ეტაპზე შეუძლებელია ამ პირობების ნაწილის დაკმაყოფილება. რაც შეეხება მძღოლებს, ისინი აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კი მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, უახლოეს დღეებში დაიწყებენ აქციას. მძღოლების პროტესტი და აქცია მერიასთან გიორგი ფუტკარაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. შეთანხმება მიღწეულია საპატრიარქო და საქართველოს სამუფტო სამმართველო შეთანხმდა, რომ ნიგზიანში არსებულ სამლოცველოს მეჩეთის სახე აღარ მიეცემა. მუსლიმანი მლოცველები აჭარიდან და გურიის სხვადასხვა სოფლიდან პარასკევობით ნიგზიანში აღარ შეიკრიბებიან. ეს ინფორმაცია დღეს ადგილობრივებს გურიის მეუფე იოსებმა მიაწოდა. შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგზიანში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტების ერთობლივ ლოცვას სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდა. ჩვენ საპატრიარქოში ქონდა შეხვედრა აი მათ წარმომადგენლებთან ესეთ მოლაპარაკებას მივახციეთ, რომ ისინი არ მოიყვანებენ აქ მოსახლეობას, აქ ფულოდან, აქ ბათუმიდან და არ მიეცემა ხასიათი იმისი, რომ მეჩეთი იყოს და ღმერთმა დაგვიფაროს. აი ესეთი პირობა დაგვიდეს, რომ ჩვენო არ ჩავერევით ამ საკითხში. არასკევს, ჩვენ ყველა ერთად ვიქნებით. ერის და ბერის ერთად ვიქნებით ყველა. ჩვენ ხო გადავწყვიტეთ, რომ ყველა სამღვდელოების პირი შევიკრიბებით, მეუფეს ლოცვა ვაკურთხებით, მოვიტანთ ხატებს, გალობლები მოვა, ვიგალობებთ, დედაღვთისმშობლის პარაკლისს გადავიხდით, ჯვარი აუმართოთ, როგორც გადავწყვიტეთ ისე ცენტრში. ხო და ამავდროულად ჩვენ ის ხალხის დაინახავს, ვინც მოვა, შეიძლება ბევრი ახლა მოვიდეს ინერციით. მიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება შეიქმნა შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისია, რომელსაც პირადად პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ჯგუფში რამდენიმე მინისტრიც იქნება ჩართული. კომისია დამსაქმებელთა და დასაქმებულებს შორის წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაზე იმუშავებს. კომისიის შექმნის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ყველა გაფიცულს მიმართავს და მათი აქციით მიყენებული ზარალის გამო პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ბოლო პერიოდში საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის დედაქალაქშიც ადგილი აქვს გაფიცვებს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ფოთის პორტში, სადაც ნავსადგურის ფუნქციონირება ამ დრომდე პარალიზებულია. მივმართავ ფოთის პორტის ხელმძღვანელობას.
სიტუაციის გამოსასწორებლად ყველა ძალისხმევა იხმაროს. გაფიცვის ყოველი დღე უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტვირთების შემოსვლა არის შეფერხებული. ამიტომ გაფიცულებს თხოვ შეწყვიტონ გაფიცვა და დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს. საქართველოს მთავრობის სახელით პირობას ვაძლევთ მათ, რომ კომისია ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველაფერს იღონებს, რათა საქართველოს თითოეული მოქალაქის შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის საკითხი უმოკლეს ვადებში გამოსწორდეს. და კიდევ ერთი სამინისტროს მიმართველ ტოლთა და განსახლების სამინისტრო იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მიმართავს, რომლებიც უკვე ბოლო 2 კვირაა ბაქოს ქუჩის პირველ ნომერში პოლიკლინიკის ძველ შენობაში არიან იძულებით შეჭრილები. როგორც სამინისტროს თანამშრომლები აცხადებენ, დევნილმა ადამიანებმა შენობა 10 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ. უკვე შექმნილი არის სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც იძულებით გადაადგილებული ყველა ოჯახის ფართის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს. ბაქოს ქუჩაზე შეჭრილ დევნილ ოჯახებს მიუვიდათ შეტყობინება, რომ დატოვონ საცხოვრებელი აღნიშნული ფართი და დაუბრუნდნენ მათ პირველდან საცხოვრებელს. ხოლო იმ ოჯახებს, ბაქოს ქუჩაზე მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომელთაც სასასვლელი არსად გააჩნიათ, სამინისტრო არსებული რესურსის გათვალისწინებით სთავაზობს ალტერნატიულ ფართს. რაც შეეხება აღნიშნულ ობიექტს, ეს ობიექტი იმყოფება მერიის ბალანსზე, რომელიც სამინისტროს განკარგვის უფლებით გადაეცა იმისათვის, რომ გარემონტებულიყო და მომხდარიყო დევნილების შესახლება. გარემოს დაცვის მინისტრმა არასამთავრობო სექტორს სამუშაო პრიორიტეტები გააცნო. ეს იყო გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა, სადაც ხათუნა გოგალაძემ საკუთარი მოადგილეებით წარადგინა. რა გეგმებით იმუშავებს ახალი მინისტრი, რა რეფორმებს გეგმავს გარემოს დაცვის სფეროში და რა სიახლეებია მოსალოდნელი უწყებაში. ეს იყო ძირითადი შეკითხვები, რომლებიც დღეს 80-მდე გარემოს დამცველმა ორგანიზაციამ გოგალაძეს დაუსვა. ინფორმაციული სახის შეხვედრა იქნება ეს გაცნობიტი ხასიათის არასამთავრობო სექტორთან. გარემოს დაცვის სფეროში არასამთავრობო სექტორი ძალიან აქტიურია. შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან უნდა იყოს ძალიან მჭიდრო, გამჭვირვალე. დღევანდელი შეხვედრა აი ესეთი რიცხობრივი ალბათ მრავალი წელი არ ყოფილა გარემოს დაცვის სამინისტროში და იმედი გვაქვს, რომ ეს ამის ექნება რეგულარული ხასიათი და რომ ჩვენგან მიღებული წინადადებები გარემოს დაცვის პოლიტიკის განსაზღვრისას გარემოს დაცვის სამინისტრო გაითვალისწინებს მომავალში. როგორ ხედავს რეინტეგრაციის მინისტრი კონფლიქტების მოგვარებას დღეს პაატა ზაქარიაშვილსაც მოусმინეს. მინისტრი მომხრე არის, რომ ჯერ ეკონომიკური ურთიერთობების მოგვარება დაიწყოს, პოლიტიკური საკითხები კი იმ დრომდე გადაიდოს, ვიდრე მათი გადაჭრისთვის ხელსაყრელი დრო და გარემოება არ იქნება. პაატა ზაქარიაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს სააგენტო რია ნოვოსტის ოფისში უპასუხა. ჩვენ უნდა უთხრათ, რომ ამაზე ვილოცინა პასპორტს აიხება, ჩვენი მოვალეობის ნაბიჯი გადავა. ჩვენი პოლიტიკა იქნება უფრო მეტად მათი დეიზოლაციისკენ მიმართული. ანუ ჩვენ მაქსიმალურად გვინდა, რომ ისინი გაიხსნან ქართული მხარის მიმართულებით და მიიღონ მეტი ის უპირატესობა როგორც საქართველოს მოქალაქეებმა, როგორც ისინი ესაზღებულობენ ჯანდაცვას, მაგალითად ძალიან ბევრი აფხაზი ღებულობს. გვინდა რომ კიდევ უფრო მეტმა მიიღოს. ანუ ვსწავლობთ რა მექანიზმები შეიძლება ისეთი მოხდეს შეფსუბუქება, რა კიდევ უფრო მეტმა აფხაზმა მოახერხოს სიტყვაზე გადმოვიდეს თბილისში და მიიღოს ის უპირატესობა, რაც ღებულობს საქართველოს მოქალაქე. ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არ დავაჩქაროთ, არ მოახდინოთ მათ ნებაზე ზემოქმედება. ლაშა ჩხარტიშვილი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ქართული ოცნების გარემოს დაცვითი ჯგუფის ხელმძღვანელმა ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ჩხარტიშვილი მერაბიშვილთან ერთად ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვს, რომლებიც მისივე განმარტებით 2007 წლის 7 ნოემბრისა და სხვა მშვიდობიანი შეკრებების დარბევის ფაქტებში მონაწილეობდნენ. გამოძიებული უნდა იყოს 26 მაისის 15 ივნისის და სხვა მთელი რიგი დარბევები, რომელსაც მოყვა ადამიანების ფიზიკური დაზიანება და სიკვდილის შემთხვევებიც კი. ეს მოთხოვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დამნაშავეებმა, მათ შორის ძალების გამცემება, მათ შორის ვანო მერაბიშვილმა, მათ შორის სხვა თავდაცვის პირებმა, ვინც იყო დაკავშირებული ამ დანაშაულთან, აგონ პასუხი, რათა მომავალში ვერავინ გაბედოს მსგავსი. ჩვენ მოვითხოვთ აგრეთვე, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც კიდევ მონაწილეობდა და რომელთან სახეები არ არის ცნობილი, რომ მათმა მიიღონ მონაწილეობა, გამოვიდნენ საჯარო თქვა თავიანთი სიტყვა, აი ამ იგივე 7 ნოემბერს ვინც დაზარალდა და იგივე 26 მაისს. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ დღის მთავარ სიახლეებს.
ბაჩუ ახალაია, გიორგი კალანდაძე, ზურა შამათავა, ყოფილი და ჯერისეულ მოქმედი სამხედრო მაღალჩინოსნები პირველები არიან, რომელთა წინააღმდეგ ახალმა ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სამივე დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი და ბრალის წაყენებას ელოდება. ცნობილი ხდება იმ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების ჩვენებები, რომელთა საფუძველზე თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სასჯელ აღსრულების ყოფილი მინისტრი. გაერთიანებული შტაბის უფროსი და მეოთხე ბრიგადის მეთაური აიყვანეს. ჩვენებებში დეტალურად არის აღწერილი, როგორც ცემდნენ ჩამოთვლილი პირები ხელქვეითებს, როგორ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და რა მეთოდებით სჯიდნენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ბაჩუ ახალაიას გამო ნაციონალური მოძრაობა პარლამენტს დროებით ბოიკოტს უცხადებს. ყოფილი მინისტრის დაკავების გარდა სხვა ორი მიზეზით სახელდება. სამხედრო მაღალჩინოსნების დაპატიმრება და საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის სამსახურის შესვლა, რასაც ოპოზიციაში გადასული გუნდი თავისუფალი სიტყვის შეზღუდვად აფასებს. ნაციონალები საკანონმდებლო ორგანოში ყოფნის აზრს დროებით ვეღარ ხედავენ და დედაქალაქში მოდიან. ტელეკომპანია იმედი გზა 2007 წლის 7 ნოემბრიდან 2012 წლის 7 ნოემბრამდე კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნებული ტელევიზიის ძველი თანამშრომლები, მედია ექსპერტები და პოლიტიკოსები დღეს საღამოს ერთად გაიხსენებენ. რა მოხდა 5 წლის წინ ამ დღეს, როგორ დაარბიეს იმედი და რა გავლენა მოახდინა ამ ფაქტმა მომდევნო წლებზე. საღამოს 10 საათზე არხზე პოლიტიკური ток-შოუ გავა. ღია ეთერს, რომელსაც ეკა ხოფერია, დიანა ტრაპაიძე და თია სიჭინავა გაუძღობიან, მეცხრე არხისა და მაესტროს ეთერითაც ნახავთ. სახალხო დამცველი სავარაუდოდ ნინა ხატისკაცი იქნება. უმრავლესობას ომბუდსმენის პოსტზე უალტერნატივო კანდიდატი ჰყავს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც თავის დროზე კანდიდატურა თამარ გურჩიანის სასარგებლოდ მოხსნა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კოალიციაში ყველა ფრაქციას საკუთარი კანდიდატურა ეყოლებოდა. დღეს კი ირკვევა, რომ სამივე ფრაქცია ხატისკაცს დაუჭერს მხარს. ომბუდსმენობის დანარჩენი 4 კანდიდატი მმართველ გუნდს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ამ შეთანხმებით უმრავლესობის წევრები დაკომპლექტებულ ფრაქციებს 4-ვე კანდიდატურა უნდა წარებინათ. დამწუთებში ცნობილი ხდება პრეზიდენტის განცხადების შესახებ მიხეილ სააკაშვილი ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და ყველას კანონის უზენაესობისა და სახელმწიფო ინტერესების პატივისცემისკენ მოუწოდებს. ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ში პრეზიდენტის პირად გვერდზე არის გამოქვეყნებული. ქვეყნის პირველი პირის განმარტებით დაუშვებელია ისეთი ქმედება და ინფორმით ჩარევა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს შეურაცხყოფს, ისეთ ინსტიტუტებს, როგორებიცაა ქვეყნის შეარაღებული ძალები და მედია. ბოლო მოვლენები ჩემთვის არის შეშფოთების წყარო. იმიტომ რომ დღეს როგორც არასდროს ჩვენ გვჭირდება კანონის უზენაესობა. ჩვენ გვესმოდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს დადანაშაულება საქართველოს იმაში, რომ საქართველოს გააჩაღა ომი და საქართველო იყო დამნაშავე 2008 წლის რუსეთის აგრესიაში. ჩვენ მოვისმინეთ ეს არჩევნების შემდეგაც სამწუხაროდ და ეს მე ფიქრობ ამას არ მიიღებს არც ქართველი ხალხი და არც საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელმაც სიმართლე მშვენივრად იცის და დღეს დილით ჩვენ მივიღეთ ის, რომ ამ ომის ერთ-ერთი გმირი და მე არ მინდა შევეხო ბრალდებას, რომლითაც ის არის დაკავებული სხვა პირებთან ერთად, არის დაკავებული ისეთ ვითარებაში, რომელიც არ შეესაბამება არც ოფიცრის ღირსებას და არც შეიარაღებული ძალების პატივისცემას და შეიარაღებული ძალების როლს ჩვენ საზოგადოებაში. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი, მაგრამ არსებობს ჩარჩოები, რომლითაც ეს კანონი უნდა იქნას, რომლის ფარგლებში ეს კანონი იქნას დაცული. ახალ ახალი ამბები რეგიონებიდან საკადრო ცვლილებები ახმეტის რაიონში 21-0-ის წინააღმდეგ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია. ამ პოსტზე კოალიცია ქართული ოცნების წევრი ზაქარია ქინქლაძე დაინიშნა. ყოფილი თავმჯდომარე ალექსანდრე მაილაშვილი კი მოადგილე იქნება. საკადრო ცვლილებები არის ასევე თელავშიც დღეს რაიონის გამგებელმა ნუგზარ ხუცაიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ხუცაიძე სამსახურიდან წასვლის დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკურ საქმიანობას დროებით წყვეტს. საკრებულოს თავმჯდომარემ დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე და ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით ის ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა, გადადგომა გამოაცხადა. ახლად არჩეული თავმჯდომარე რომ ყოფილიყო თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალი, მაშინ თუ ასეთი ცვლილება იქნებოდა მოადგილეს უნდა ანუ საკრებულოს ხელმძღვანელობა უნდა ყოფილიყო გადამდგარი და ამიტომ დადგა იქ ქართული ოცნების ფრაქციის მიერ დაყენებული იმპიჩმენტის საკითხი. დღეს დავწერე განცხადება
წავედი თანამდებობიდან, ანუ ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, თვლი რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე დავწერე დღეს განცხადება და იმედია დამიკმაყოფილებ. ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრალდებებს პასუხობს. საჯარის ტელევიზიის ეთერით გიორგი კირთაძემ ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობიდან წასულ დეპუტატებზე ზეწოლაში ღიად დაადანაშაულა. საპასუხოდ დღეს ჩავლეიშვილმა ყოფილი მმართველი პარტიის წევრ ბიზნესმენ დეპუტატებზე განხორციელებული ზეწოლის კონკრეტული მაგალითები დაასახელა. ფრაქცია ბათუმისთვის წევრი ამბობს, რომ ნუკრი დოლიძის, თამაზ გორგილაძისა და ბესო ჭოხონელიძის კუთვნილ კომპანიებში ნაციონალურმა მოძრაობამ საგადასახადო სამსახურიც კი შეიყვანა. თავად დეპუტატები კომენტარს არ აკეთებენ სატელეფონო საუბარში კი ზეწოლის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფენ. ზეწოლის შედეგად გახადეს დეპუტატები, ხოლო შემდეგ ზეწოლის შედეგად ხდებოდა იმ გადაწყვეტილების მიღება მათ მიერ, რაც განიხილებოდა საკრებულოში. რამე დაგითხრათ ახლა. 3 დეპუტატი არის, რომელთაც ჰქონდა სამშენებლო ფირმა და მათთან შევიდა საგადასახადო პოლიცია, პროკურატურა, 3 მათგანს აკიდეს ასე ვთქვათ, მაბადიად ამ გამოთქვისთვის დიაბეტური დაავადება. ერთი მათგანი დღესაც კურნალობს, ერთი მათგანი 91-მა და გარდაიცვალა. ჭიათურის შემდეგ ტყიბული ქალაქში გაფიცვა დაიწყო. 1200 მაღაროელი მოსალოდნელი შემცირების წინააღმდეგ გამოდის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქნახშირის ხელმძღვანელობა 300-მდე მუშის გათავისუფლებას აპირებს. გაფიცულებს კონკრეტული მოთხოვნები აქვთ. ხელფასის ზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და 24 დღიანი სამუშაო განრიგის შენარჩუნება. მაღაროელები მძიმე სამუშაო პირობებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ მაღაროში სახალხო ელმავალი ხშირად არ მუშაობს, რის გამოც გვირაბში 4-5 კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ. წყობრიდან არის გამოსული სპეციალური ვაგონები და მათი ნახშირი დატვირთვა სანგრევ უბანზე ხელით ხდება. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაფიცული მუშები მაღაროში ჩასვლას არ აპირებენ. საწარმოს ადმინისტრაციის პოზიცია კი ასეთია. ძირითადი პარტნიორი კომპანია ჰაიდელბერგ ცემენტი რეკონსტრუქციის გამო ნახშირის შეძენაზე ამ ეტაპზე უარს ამბობს. ნახშირის სხვა მსხვილი მომხმარებელი კი ჯერჯერობით არ არსებობს. დილით და ხელმძღვანელობა. ჩვენ ვქილან როგორც მონები ის სახალხო ვაგონი. რომ მივდივართ გვეკუთვნის რომ ჩავждეთ იმ ვაგონში და აგვიყვანოს უბნამდე რომ ვიმუშაოთ. წამალი მიგვაქვს, ამეგვინა, აფეთქებელი მიდის ის ცალკე უნდა იჯდეს თავის საფეთქებელი ნივთიერება თუ რაც არის. და ამანც გადავართ. გავდივართ 5 კილომეტრს, გავდივართ ფეხით. 800 მეტრს ვიდივართ ჩასაშვები კლეთს უძახიან იქამდე და 300 მეტრზე ჩავდივართ ვერტიკალურად. და მე ვიდივართ კიდე 5 კილომეტრი, უნდა ვიაროთ ფეხით 18 კილო. მაშველი თავის წონა აქვს. კანაგოლკას თავის წონა აქვს და 18 კილო წამალი უნდა ვატაროთ კიდე და ტალახში და წყალში და ჭულაკში. მათ ჰქონდათ 10 პუნქტიანი მოთხოვნა, რომელიც წარმოადგენდეს სულ ღამეს სვლაში და ჩვენ დილით ჰქონდა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა. გამიხილეთ ეს პუნქტები ყველა ერთობლივად. 9 პუნქტში შევთანხმდით და თითქმის არავითარი განსხვავება ჩვენს აზრებს შორის არ არის, მაგრამ მათ საბოლოოდ წარმოადგენს ესეთი მოთხოვნა, რომ ყველა არავინ არ უნდა შემცირდეს შახტაზე და არავინ არ უნდა განთავისუფლდეს და ხელფასები უნდა გაიზარდოს. ამის შესაძლებლობა შახტას ჯერჯერობით არ აქვს. ასეთი მუქ არ გაისმა მათ მხრიდან, რომ თუ არ დაკმაყოფილდება ეს ბოლო მოთხოვნა, ისინი შეეცდებიან ააფეთქონ შახტი. ჩვენ მუშაობთ ახლა ამ საკითხის შესაძლებლობაზე, გადაწყვეტილება საბოლოო ჯერჯერობით არ არის მიღებული. ხმაური საჩხერის გამგეობაში სოფელ ჯალაურთის თემის მოსახლეობა სოფლის რწმუნებულის კანდიდატზე ვერ თანხმდებოდა, რასაც დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი თანამდებობაზე რუსუდან ნოზაძეს უჭერდა მხარს. მეორე ნაწილი კი ზოია გეგეშიძეს. რაიონის გამგებელთან შეხვედრის შემდეგ სიტუაცია განეიტრალდა და გადაწყდა, რომ ჯალაურთის თემს ზოია გეგეშიძე უხელმძღვანელებს. რატომღაც მგონია, რომ სიმართლეა ჩემ მხარეზე. და თუ რასაკვირველია გამგებელი მიიღებს გადაწყვეტილებას და გაითვალისწინებს იმას, რომ მე 10 წელია რაც ვიბრძვი და ამავე დროს და 6 თვეა რაც იბრძვის ის ქალბატონი, მაშინ როგორც გადაწყვეტავს გამგებელი, დავემორჩილები. რა თქმა უნდა იყო რაიონის გამგებლის აზრის გამოხატვას და თანხმედრა ხალხის აზრთან ერთად და მე დღეს დავინიშნე ჯალაურთის თემის ტერიტორიული ორგანიზაციის ხელმძღვანელად. ეს იყო კონსტრუქციული საუბარი, არავითარი კამათი, არავითარი წინააღმდეგობა. მოვისმინე მათი აზრი სოფლის განვითარებასთან დაკავშირებით, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება და გავიდა ქალბატონი ზოია გეგეშიძე
ჯალაურთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად და გამოშვების ბოლოს დაპირებული გამოფენის შესახებ დღეს 7 ნოემბრის ფოტო ქრონიკას იხსენებენ სურათები, რომლებიც ფოტოგრაფების ობიექტივს შემორჩა ერთ საგამოფენო სივრცეშია წარმოდგენილი. 7-დან 7-მდე ასე ჰქვია გამოფენას, რომლის ავტორები ჯაშუშვებაში ბრალდებული გია აბდალაძე, ზურა ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე არიან. იმედში შეჭრისა და საპროტესტო აქციის დარბების გარდა ექსპოზიცია 26 მაისს გადაღებულ ფოტოებსაც აერთიანებს. ეს ფოტოგამოფენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მედიისათვის თვალებზე და პირზე ხელისუფლება არ შეიძლება. ჩვენთვის გაზეთი ვერდიც ძალიან დიდი პატივია, რომ ამ ფოტოგამოფენის ორგანიზებაში მონაწილეობა მივიღეთ და ავიცი, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ეს პრინციპში დიდი ხნის პროექტი დაახლოებით თითოე ავებზადებით თვითონ ფოტორეპორტერებთან, ეგრეთ წოდებულ აგენტებთან ერთად და იმედოვნებ, რომ მომავალშიც არაერთ მსგავს ფოტოგამოფენას ასეთი იყო დღის მთავარი სიახლეები საღამოს 7 საათისთვის თქვენ წინ მთავარი საინფორმაციო გამოშვება გარეთ მთავარი თემებით მეტი ხვალამდე გემშვიდობებით.